გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. დღეს გვინდა ორ ვფიქრობ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, რა გავლენას ახდენს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა ქართველებზე, რჩევები ემიგრანტებს, ანუ რა უნდა იცოდნენ და როგორ უნდა მოიქცნენ ამერიკაში მყოფი ქართველები და მეორე საქართველოს საინვესტიციო კლიმატი ანტიდემოკრატიული პროცესების ფონზე. როგორ აფასებენ უცხოელი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაზე და დღევანდელ საქართველოში რა უფრო რთულია ინვესტორების შემოყვანა თუ მათი შენარჩუნება, თუ ორივე ერთად. სხვადასხვა დღეს დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის ფარგლებში ვიზიტი და შემაჯამებელ პრეს-რელიზში, სადაც წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციებია გაწერილი, ასევე ეწერა, რომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და განამტკიცოს ანტიკორუფციული ბიუროს ავტონომია. რამდენიმე წუთში წერტილის სტუმარი ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი იურისტი ეკატერინე ეგუტია იქნება, რომელიც საქართველოსშია ჩამოსული და ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ქართულ ემიგრანტებზე გავლენაზე საუბარი, რამდენიმე დღეს წინ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები გახდა, სადაც ჩანს, რომ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა. გავრცელებულ პრეს-რელიზში ეწერა, რომ მინისტრის მოადგილემ დეპორტირებულებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს. ვიდეოს აღწერას არ მოჰყვებოდა ინფორმაცია სულ რამდენი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, თუმცა კადრში რამდენიმე ათეული პირი ჩანდა, ამიტომ აღნიშნული კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, მაგრამ ჯერ პასუხები არ მიგვიღია. აღსანიშნავია ისიც, რომ არ გვახსენდება ადრე ასე დახვედროდა სახელმწიფო დეპორტირებულ მოქალაქეებს. შეიძლება მათი რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყდა ასე, ან კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. მოკლედ, რადგან საიმიგრაციო დავები არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, იურიდიული ფირმა EK Law Office-ის სწორედ ამ თემით დავიწყებთ ინტერვიუს. კომპანიის დამფუძნებელი იურისტი ეკატერინე ეგუტია უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტობის ეკა, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ ამ სტუდიაში ხართ. ალბათ ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აინტერესებს რა ემუქრება მას, ან მისი ოჯახის წევრს, ვინც უკვე ემიგრაციაშია ტრამპის პოლიტიკის შედეგად, ამიტომ თქვენი იურიდიული ფირმის მაგალითზეც აღგვიწერეთ მეტყვერად საერთო სურათი, როგორ აისახა ტრამპის პოლიტიკა კონკრეტულად ქართული ემიგრანტების მდგომარეობაზე. ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ქართულ ემიგრანტებს და მიმდინარე პოლიტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც იცით, ძალიან გამკაცრებულია ბოლო 2 წლის პერიოდში შემოსული ემიგრანტების ამერიკაში ლეგალურად, ესე იგი, ცხოვრების შესაძლებლობა. გამკაცრებულია კანონმდებლობის თვალსაზრისით და პოლიტიკის თვალსაზრისით და ეს პირები არიან ის პირები, რომლებიც სამხრეთ საზღვარიდან შემოვიდნენ. ეს არის მექსიკის და ამერიკის საზღვარი. ანუ სხვა წესით შემოსულ პირებს, მაგალითად ვიზით, მაგალითად კანადიდან ან ლეგიტიმურად სხვა წესით შემოსულ პირებს არ ეხებათ, ეს მხოლოდ ეხებათ უკანონო კვეთით შემოსულებს მექსიკიდან. და პირველ რიგში კონკრეტულად ქართველებზე არ არის ეს პოლიტიკა, ასე ვთქვათ, გამკაცრებული, არამედ ყველა ასეთი გზით შემოსულ პირებზე და ძირითადად რაც გვესმის არის ლათინოამერიკელი ემიგრანტები, რომლებსაც უკან დაჩქარებული დეპორტის წესით ამგზავრებენ ხოლმე. ეს საქართველოდან ესე იგი ქართველ ემიგრანტებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში შემოსული პირები არიან სავარაუდოდ, მათზე გავრცელდა დაჩქარებული წესით დეპორტი, რომლებსაც მაგალითად არა აქვთ არც ამერიკაში ყოფნის საფუძველი, არც თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლები და ასე შემდეგ და ამაზე მე კიდე განვახსოვ, თავშესაფარს ითხოვენ ძირითადად ეს ხალხი, ვინც შემოდის სამხრეთ საზღვრიდან, ანუ ისინი გამორბიან თავისი სამშობლოდან რაღაცა კონკრეტული მიზეზების გამო, იმიტომ რომ ისინი იდევნებიან მათ ქვეყანაში. ეს უნდა დაამტკიცონ სასამართლოში. როგორც წესი, პირველადი ინტერვიუ ტარდება ადგილზე საზღვარზე, შემდგომ მოსამართლესთან გადადიან და ეს დაჩქარებული პროცესები მიმდინარეობს ტრამპის რეჟიმის პირობებში და ვერ ამტკიცებენ ბევრი, რომ მათ რაიმე გადაუდებელი საფრთხე ელოდება. თუ ჩემ ფირმას ყავდა ისეთი კლიენტები, ვინც დავამტკიცეთ კიდეც, რომ გადაუდებელი საფრთხე იყო მათი საქართველოში
გაწევება და მათ მიიღეს სტატუსი. ოღონდ რა თქმა უნდა მექსიკიდან შემოსულებს ესეთ პირები მაინც აქვს შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე დაამტკიცონ, რომ ისინი იდევნებიან, რომ ისინი ვერ დაბრუნდებიან კონკრეტული მიზეზის გამო და კანონმდებლობაში არის ჩამონათვალი, ეს ჯერ ვერ შეუცვლია ეს კანონი ტრამპის ადმინისტრაციას, მაგრამ შეცვალა ეგრეთ წოდებული დაჩქარებული დეპორტის მექანიზმები. ის რომ მათ არ ანთავისუფლებენ პაროლით, ანუ თავდებობით ან გირაოთი საპატიმროებიდან. ესენი ვინც შემოდიან მექსიკიდან. ანუ ეგრევე მიდიან პატიმრობაში და განთავისუფლების შანსები არის ძალიან დაბალი. მათ შორის ისეთი პირებისა, რომლების საქმე იხილება სასამართლოში. ადრე ციხეში ელოდებიან ამ პროცესებს და ჩვენს ძალიან გვიჭირს კი ონლაინ ტარდება ეს პროცესები, მაგრამ ასეთ პატიმრებთან მათი საქმეების აღება ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ შორიდან ვცდილობთ მათ მომზადებას მოსამართლის წინაშე წარდგომას, მტკიცებულებები და ასე შემდეგ, რაც ძალიან რთულია. თუმცა გქონია, რა თქმა უნდა, ესეთი საქმეები და მოგვიგია კიდეც ძალიან დიდ ძალისხმევას და რესურსს მოითხოვს. ის პირები, ვისაც არ ყავს ადვოკატი, მაგალითად, ვინც შემოვიდა ეხლახანს მექსიკის საშუალებით, ვინც აღმოჩნდა საპატიმროებში, ესეთი პირები უკვე მოწყვლადი არიან და დეპორტაციას ელოდებიან დაჩქარებული მეთოდით. თქვენ კლიენტებს შორის ხომ არ იყო ვინმე, ჩვენც არ გვაქვს ინფორმაცია, თქო, რამდენი დეპორტი განხორციელდა ან ვინ იყვნენ, მაგრამ არა, არ ყოფილან, ამიტომ მეც გამიგვირდა თქვენი ტელევიზიით შევიტყვე, რომ საქართველოში გამოაწევეს რამდენიმე ათეული პირი. კადრებში ასე ჩანდა ძალიან ძვირი ჯდება ამერიკიდან გამოძევება თვითმფრინავით ემიგრანტებისა თავის სამშობლოში. ეს ხდება ძირითადად ლათინო ამერიკაში, რომელიც ახლოს არის და იქვე ხდება მექსიკაში, ელ-სალვადორში, გვატემალაში და სხვა ქვეყნებში გადაყვანა ამ პირების ჯგუფურად, ესე იგი ჯგუფი ივსება და ესე აძევებენ და საქართველოში ცოტა გამიკვირდა, რომ კონკრეტულად გამოყვეს თვითმფრინავი და გამოამგზავრეს, ეს ძალიან საოცარი იყო ჩემთვის. სხვა მექანიზმები ხო გახსენდებათ, ჩვენ ვერ გავიხსენეთ ასეთი არ მახსენდება ესეთი ფაქტი, რომ საერთოდ აღმოსავლეთ ევროპიდან ან ყოფილი საბჭოთა კავშირის პირები ესე ჯგუფურად გამოეძევებინოთ ამერიკიდან, ამერიკული დაფინანსებული თუნდაც კომერციული ავიარეისით. როგორც წესი ხდება ლათინო ამერიკაში მათი გამოძევება, ან გარიგება ხდება სხვა მესამე სახელმწიფოსთან, ვინც მიიღებს ასეთ პირებს და რაც შეეხება სხვა კატეგორიას, ეკა გასაგებია მექსიკიდან ჩასულებისთვის ყველაზე მკაცრი არის პროცედურა და ვთქვათ, რომ მიიღონ მათ ამერიკაში ცხოვრების უფლება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ვიზით ჩადის, მაგრამ აპირებს რომ დარჩეს, მათ შორის სტუდენტური ვიზით ჩასულებით. აი აქ რა სურათი არის და რამდენად რთულია ასეთ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტების მოპოვება. დიახ, თელარ, აი სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს აქ, როდესაც ანუ ფორმა შემოსვლის არის მნიშვნელოვანი ამერიკაში საიმიგრაციო სტატუსის მოსაპოვებლად. როგორც კი უკანონო კვეთით შემოდიხარ და ეს რაღაცა გადმოპარვას ნიშნავს, ხო, რაღაც საზღვარიც არ არის იქ ესე ოფიციალური, ისე გადმოდიან. როდესაც შემოდიხარ ოფიციალურ საბაჟო გამშვებ პუნქტზე და ითხოვ თაშესაფარს, ან ჯერ ვიზით შემოდიხარ, ეს არის ლეგიტიმურად შემოსვლა ქვეყანაში, შემდგომ შესაძლებელია უკვე სხვა სტატუსზე ფიქრი, ან გადასვლა სტატუსის შეცვლა და ასე შემდეგ. გააჩნია რა საფუძვლები აქვს ასეთ პირს. მათთვის უფრო იოლი, ანუ ისინი არ ექვემდებარებიან ესე დეპორტაციას ქვეყნიდან, იმიტომ რომ პირველ რიგში შემოვიდნენ ისინი ლეგიტიმურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდგომ უბრალოდ ასეთ პირებზე გრძელვადიანი პროცესებია. ანუ მაგალითად პირი შევიდა ვიზით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე განიზრახა რომ თავშესაფარი მოითხოვოს, რადგანაც აღარ დაედგომება თავის სამშობლოში სხვადასხვა მიზეზების გამო. ერაგზის გავლა უწევს ასეთ შემთხვევაში. ხო, ასეთ შემთხვევაში უწევთ ორი ინსტანცია, ესე იგი პირველი არის ადმინისტრაციული ორგანო, საემიგრაციო სამსახური, სადაც ითხოვენ თავშესაფარს და იქ ოფიცერი განიხილავს ამას და შესაძლებელია აქვე დამთავრდეს პროცესი და ოფიცერმა დადებითი მიანიჭოს ასეთ პირს. უამრავი кейსი გვაქვს ასეთი ჩვენ.
რომ საემიგრაციო, ანუ სასამართლომდე არც მიდის საქმე. ადმინისტრაციული ორგანო ანიჭებს თავშესაფარს პირს, რომელიც დაასაბუთებს, რომ მას დევნიან მის ქვეყანაში კონკრეტული მიზეზით. ძირითადად არის პოლიტიკური, არის მედიის წარმომადგენლები, სხვათა შორის თქვენი კოლეგებიც, რომლებიც ასაბუთებენ, რომ მიმდინარეობს მედიის დევნა, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი აზრის გამოდევნა, ეს არის სერიოზული საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისანიჭებლად. თქვენ იცით, რომ აზრის გამოდევნა ახლა ჩვენთან ყოველდღიური სიტუაციაა და იქ არ არის ეს ყოველდღიურად მისაღები სტანდარტი, ხო? მაინც და მაინც კი არ უნდა გხრიტავდნენ ამის გამო, არამედ რომ გავიწროვებენ, უკვე ეს პრობლემაა ეს კანონით, რომ შენ აზრს ვერ გამოხატავ, ან გამოხატავ და რაღაცა პრობლემები გექნება. მაგალითად თავს სამსახურს კარგავ, მაგალითად ვერ შოულობ სამსახურს აზრის გამო, მაგალითად ვიღაცამ ფიზიკურად იძალა და შენზე, ხო, ქუჩაში, იმიტომ რომ გამოხვედი მიტინგზე. აი, ესეთი რაღაცეები უკვე ექვემდებარება დაცვას ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმცირესობების წარმომადგენლების და სხვადასხვა, ანუ რაღაცა ნიშანთვისებით რო იდევნები პირი, პოლიტიკურით, აზრის გამო, რელიგიური, ნაციონალური წარმომავლობის გამო, LGBT ან უმცირესობაზე კუთვნილების გამო და სხვა ისეთი ნიშანთვისების გამო, რომელსაც ვერ შეცვლის ადამიანი, მაგის გამო თუ ითხოვ თავშესაფარს, კანონი ითვალისწინებს, ესე იგი, დაცვას. და ამ პირებისთვის შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს პროცესები. სამწუხაროდ გრძელვადიანია. ამ პროცესის განმავლობაში ცხოვრობ. ამ პროცესის განმავლობაში 150 დღის ვადაში ეძლევათ ასეთ პირებს სამუშაო უფლება და სოციალური დაცვის ნომერი და ისინი ჩვეულებრივად სანამ მიმდინარეა მათი საქმე მუშაობენ ამერიკაში. თუ უარს მიიღებენ უკვე ადმინისტრაციულ დონეზე, მაშინ საქმე სასამართლოში გადადის, საემიგრაციო სასამართლოში და იქაც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს პროცესი, თუმცა ამ პერიოდში ლეგიტიმურად მუშაობს ადამიანი ამერიკაში და აქვს ყველანაირი. რამდენი ხელმისაწვდომია ეს სერვისი? შეიძლება ახლა ჩვენ თანამოქალაქეებიც გვიყურებენ, ან მე ნახონ და ბევრი ეძებს ხოლმე მათ შორის იურიდიულ სერვისს. ჩვენთან ხშირად მოდიან ასეთი პირები, იურისტი არის ფაქტიურად სავალდებულო ასეთ პროცესში, იმიტომ რომ ცოტა რთულად არის კანონმდებლობა მოწყობილი, ზოგი ცდილობს თვითონ შეავსოს, გასაგებია რომ არის ესე იგი ხარჯები და ყველაფერი, მაგრამ ჯობია რომ იურიდიულად გამართულად სწორად აწარმოონ ესეთი საქმეები ამ პირებმა. აი თვითონ ეს დეპორტირებული პირების დარწმუნებული ვარ, იურისტი არ ყავდათ მათ თავიდანვე, ხო? ანუ ზოგიერთს პირდაპირ ესე იგი აკავებენ მოსამზადებელს ხდომაზე, მაგალითად სასამართლოში, ვინც მიდიან ადვოკატის გარეშე. და ეს იურისტებს შორის არის ესეთი დაახლოებით რა უჯდება ერთ მოქალაქეს სტანდარტულად რო წავიდეს ყველა პროცედურა. ხო, აი სტანდარტულად თავშესაფრის მოთხოვნა გააჩნია რომელი გზით, მაგრამ სტანდარტული არის 10000-ის ფარგლებში, მაგრამ ეს წლები შეიძლება გაგრძელდეს, ანუ წლების განმავლობაში შეიძლება იხდიდეს. აი, რამდენად გახშირდა, აი ბოლო 2 წელი რომ ავიღოთ უფრო 2023 წლიდან პოლიტიკური ფაქტორით თავშესაფრის მაძიებელთა გახშირებულია ძალიან, მათ შორის ყოფილი საჯარო მოხელეები. ანუ საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ამა თუ იმ წესით იდევნებიან საჯარო სამსახურში. მათ შორის და მთავარი არის ალბათ მათი აზრის გამო, იმიტომ რომ რაღაცას არ ეთანხმები უკვე, ხო, რაღაცა დავალებას უკანონოს არ ასრულებ. ესეც აზრის გამოხატვის ტოლფასია. და ამის საფუძველზე შევიწროვებაც ექვემდებარება დაცვას ამერიკაში. ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ან ამჟამინდელი, რომლებიც გადაუდგნენ თავიანთ მართლ პარტიას. ცოტა გვახსენდება. იცით რა, ესე ლიდერები, საჯაროდ ცნობილი პირები შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ რიგითი პირები არიან და არიან ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, სამხედროს წარმომადგენლები, შსს და თავდაცვა სამწუხაროდ. ესეთი ყოფილი პოლიციელები. ამ ბოლო ხანს ჟურნალისტები წამოვიდნენ, კი ბატონო, ამ კუთხით, რომ აი მათ ხელი ეშლებათ საქმიანობაში და ლეგიტიმურად ფაქტიურად საფრთხის ქვეშ არიან ისინი თავის საქმიანობის განხორციელებისას, როდესაც კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ, აი ამ საფუძვლებით და თავარი რჩება, რა გექნებოდათ როგორც იურისტს უკვე იქ მყოფი ემიგრანტებისთვის ან მათთვის, ვინც ფიქრობენ მექსიკით უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია რამდენადაც ვიცი.
არავის მახსოვს ბოლო ინტერვიუშიც ხო არავის ურჩევნით რომ აღარ შემოხვიდეთ მექსიკიდან, რადგანაც პატიმრობა გარდაუვალია და დეპორტის დიდი შანსია და პატიმრობაში ყოფნა არ არის სასიამოვნო პროცესი, რა თქმა უნდა. ვინც ლეგალურად ფიქრობს ვიზით ჩავიდეს, მაგრამ მერე დარჩეს, რა გაითვალისწინოს ასეთ შემთხვევაში მოქალაქე? გასათვალისწინებელია პირველ რიგში რა საფუძვლები აქვს, ანუ მან უნდა დაამტკიცოს და დაასაბუთოს ის, რატომ ითხოვს ის დარჩენას, იმიტომ რომ მხოლოდ თავშესაფარი არ არის გამოსავალი, ხო, შესაძლებელია სამუშაო ვიზა, ან დამსაქმებელი იპოვოს, ან ინვესტორი ხარ, ან პატარა ბიზნესი გაქვს. სხვადასხვა სტატუსით შეიძლება მოიპოვო გარდა თავშესაფრის მოპოვებისა, ხო? ანუ მწვანე ბარათზე თუ საუბრობთ, ანუ რა მექანიზმით შესაძლებელია. ანუ სხვა მექანიზმებიც არსებობს, გააჩნია ამ პირს რა საფუძვლები აქვს. ზოგი არის მაგალითად თავის სფეროში გენიოსი, არსებობს გენიოსის სტატუსი, ესე იგი მწვანე ბარათი, ესეთიც არსებობს, ან ხელოვანია, ან მწერალია, ან ფილმებს იღებს, ან რაღაცა სფეროში მოღვაწეობს და მაინც და მაინც თავშესაფარი რომ ასდე, თუმცა ხელოვანებსაც დევნიან, მწერლებსაც, მოღერლებსაც და ასე შემდეგ, სამწუხაროდ პოლიტიკური აზრის გამო, მაგრამ არსებობს სხვა კატეგორიის ვიზებით, ამიტომ პირველადი კონსულტაცია იურისტთან გაიარონ, სანამ ამოეწურებათ მიმდინარე ვიზის სტატუსი, რომ ჩადიან ხო 6 თვე ხო აქვს. ეს 6 თვის განმავლობაში მოემზადონ ჯობია თუ რა გზით ჯობია წასვლა სტატუსის ცვლილებას. როცა უმიზნებენ, ხო, ანუ საემიგრაციო სტატუსი. კი ბატონო. ამიტომ დაელაპარაკონ იურისტს და აუცილებლად სჭირდებათ იურისტი, ხო? თქვენი იურიდიული ფირმის ერთ-ერთი მიმართულება გარდა საემიგრაციო დავებისა არის სამეწარმეო სამართალით. აი ამ კუთხით რა შედეგები აქვს იქეულო ოფისროვის საუბრობთ და ქართველებს რა წილი უჭირავთ თქვენს კლიენტებში? შეხოთაშორის აი ეს ჩვენთან საემიგრაციო სამართლის მიმართულება დაკავშირებული ისე ამ მცირე ინვესტორებზე, ასეთი კატეგორია გვყავს, რომელსაც უნდა გახსნას ფირმა, მაგალითად ნიუ-იორკის შტატში, საემიგრაციოსთან ერთად, ჯერ აკეთებენ ესეთ რამეს, რომ ხსნიან ფირმას და რაღაცა კონკრეტული ბიზნესი აქვს. ამ ბოლო ხანებში ტრანსპორტირების ბიზნესია ძალიან პოპულარული ქართველებში, შიგნით ამერიკაში, ასე ვთქვათ, ტრანსპორტი, სატვირთო და ასე შემდეგ. ღვინის შემოტანა, ღვინის ლიცენზია და დისტრიბუცია, ეს ბიზნესიც არის გავრცელებული, ხო და მანქანების ვაჭრობა. ასეთი პირები, ესე იგი, ზოგს არ უნდა საერთოდ საემიგრაციო სტატუსი და ისეთ შეიძლება ფლობდა ბიზნესს, ხო, ამერიკაში შეუძლია ჩამოვიდეს უცხოელი და გახსნას ფირმა და არეგისტრიროს და მართოს. ანუ ეს სერვისებიც გვაქვს და ხშირად ყოფილა ინვესტორის ვიზაზე მიბმული. რამდენიმე გქონდა აქ უკვე მსგავსი ბიზნესი აქვს და მსგავსის გახსნა უნდა ან ფილიალის ან აფილირებული პირის ამერიკაში და ამასაც საემიგრაციო სტატუსსაც ვურგებდით, ასე ვთქვათ, არსებობს ეგეთი კატეგორიის ვიზა, რომ იგივე ფილიალის და იმის გახსნა წარმომადგენლობის შესაძლებელია და ამ მიზნით ვიზის მოპოვება. ნიუ-იორკის შტატში გვაქვს უფლებამოსილება, რომ დავარეგისტრიროთ, თუმცა დელავერშიც არეგისტრირებენ და სხვა შტატებში ცხადია და საკმაოდ ნორმალურად მიდის ეს ამ ხრივ. და პარტნიორთა შეთანხმება, შემდგომ ხელშეკრულებების გაფორმება და თვითონ ბიზნესის ოპერირების პერიოდშიც ამ სტარტაპ ბიზნესებს ვეხმარებით, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესებში. ბიზნესების იქ დაწყება რეგისტრაციაც მეორე მხრივ თან გეხმარება სტატუსი მიიღო. კი ბატონო, იმიტომ რომ სტატუსის განცხადების დროს უკვე განცხადებაში ამბობ, რომ მე ბიზნესის ფლობელი ვარ. აგერ ნიუ-იორკის შტატში დავარეგისტრირე 100%-ით ჩემია, ან თუნდაც 50%-ით რაღაცა წილი მეკუთვნის აქ და ამ ბიზნესში მე ვიქნები მენეჯერი ან დირექტორი და მე ვმართავ ამ ბიზნესს. ანუ მე მჭირდება სტატუსი, რომ ვიმუშაო ჩემივე ბიზნესში. ეს არის წონიანი არგუმენტია, შესაძლებელია, რომ ამ კუთხით მიიღო საემიგრაციო სტატუსი სავსებით ლეგიტიმურად. მოკლედ თავარია ლეგალურად ჩახვიდე ამერიკაში და მე შესulis ფორმა მნიშვნელოვანია. ტრამპის პირობებშიც არის შანსი რომ მიიღოს სტატუსი. ამ ადმინისტრაციას მოწონს ესეთი განცხადებლები, ვინც ბიზნესით არიან დაკავებული, ვინც რაღაცა შრომაში არიან ჩართული, ესე ურჩევნიათ ვიდრე მექსიკიდან კანონდარღვევით შემოსული პირები, ესეთი მკაცრი. მინდა ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე
ანტიდემოკრატიული პროცესების გავლენაზეც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, თქვენ იურიდიულ საქმიანობას საადვოკატოს ეწევით აქაც, მაგრამ არა სამეწარმეო მიმართულებით, თუმცა როგორც ვიცი, აქტიურად ადევნებთ თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. დღეს IMF-ის პრეს-რელიზშიც ეწერა, რომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ბოლოს ინტერვიუ ჩვენ გქონდა მოსამართლეების სანქცირების შემდეგ როგორ აღწერდით დღეს სიტუაციას და რამდენად რთულია ჩვენს ქვეყანაში დაარწმუნო დასავლელი ამერიკელი ინვესტორი, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღირს გარის სკოდა ჩადებული. დიახ, სასამართლო ძალიან დიდ როლს თამაშობს საინვესტიციო კლიმატის ზოგადად, ანუ დიდი სურათს რო შევხედოთ, ინვესტორი მოდის ქვეყანაში და მან იცის, რომ სასამართლო არის მიკერძოებული, არის გაუმჭირვალე და არა ობიექტური. და თუ რაღაცა ისეთი პრობლემა შეექმნება ამ პირს, ეს სასამართლო ვერ გადაწყვიტავს სამართლიანად, თუ ხელისუფლებას ესე უნდა, ისე გადაწყვიტავს, როგორც უნდა მართლ პარტიას. ეს არის სავალალო ამ ხრივ, იმიტომ რომ არა გაქვს სამართლის მოპოვების საშუალება, ხო? ამ შემთხვევაში ხა როგორ უნდა დაარწმუნო, ხა თან სანქცირებული ყავს მოსამართლეები, ანუ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არიან ლიდერები, ხო, ამ სასამართლო სისტემაში, ხელმძღვანელი პირები არიან სანქცირებულები საერთაშორისო მასშტაბით. ძალიან რთული მომენტია ეს, ხა ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, თუ სასამართლო არ აგვაქვს და ყოველდღე მივდივარ მე როგორც იურისტი, ოპოზიციის ლიდერს ვიცავ და ხედავ, რომ მოსამართლე არის სრულიად მიკერძოებული, ის ვერ გადაწყვიტავს, როც უნდოდეს სამართლიანად ამ პროცესს. რაც არ უნდა მომზადებული იურისტი არგუმენტებით მიხვიდე, ეს არის სავალალო, შეურაცხყოფელია იურისტვის, აქ მუშაობა იურისტისთვის საერთოდ, მოსამართლე გიყურებს და დაკვეთას ასრულებს სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებებს, უკანონოს იღებს ესე უტიფრად. და ესეთი მოსამართლეებით არიან დაკომპლექტებული სამწუხაროდ განსაკუთრებით თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებზე, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა, როდესაც ეხება ოპოზიციის დევნას. ბიზნესის დევნას რაც შეეხება. ეხლა ეს ბიზნესი რო შემოვა და თუ დაუპირისპირდება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, ან მასთან ნაფილირებულ პირს, ხომ მას შანსი არ ექნება სასამართლოს წესით იპოვოს სამართალი. ანუ ვერ მიაღწევს ეს რისკი უნდა გაითვალისწინოს ამ ბიზნესმა. ყოველ შემთხვევაში ან რაღაც არბიტრაჟის ნორმები უნდა კონდეს ხელშეკრულებაში, საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელშიც არბიტრაჟი წაგიყვანს სახელმწიფოს უცხო ქვეყნის არბიტრაჟი, რადგან ვახსენეთ, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და საქართველოს მთავრობას ფაქტობრივად 3.3 მილიარდი დოლარს ედავებიან ინვესტორები ამ მოცულობის საქმეებია საარბიტრაჟო დავებში. რას ამბობს ეს რიცხვი? უდიდესი რიცხვი ხარ საქართველოსთვის, დიდი რიცხვი ხარ ბიუჯეტის მე-13-ია, ხო, ალბათ ეს 3.5 მილიარდი დოლარი ძალიან ბევრია საქართველოს ბიუჯეტისთვის. და ამას ჭირდება დაცვა, ხო, იურისტებს ქირაობენ და მაგაზე ცალკე ბევრი მილიონი იხარჯება. პირდაპირ წესით შესყიდვები და რას აკეთებენ და იცავენ თავს, რომ არ დაეკისროს საქართველოს, რომ ამას გვერდს ვერ აუვლის, უკვე სასამართლო ჩვენი აღარ მონაწილეობს, ამაში მონაწილეობს საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელიც მდებარეობს ევროპის რომელიმე ქალაქში და ის რო გადაწყვეტ, შემდგომ აღსრულება ხდება იოლად საქართველოს წინააღმდეგ. ანუ საქართველოს აქტივებზე მიექცევა აღსრულება. ანუ ვერ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ბიუჯეტის ხარჯი, რა თქმა უნდა და ეს არის ეს იმაზე მოწმობს, რომ ჯერ ხელშეკრულებაზე მოწერილი აქვს ხელი, ან საინვესტიციო ის არის თრითი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელშიც საქართველოს წევრია და იმაზე დაფუძნებით გიჩივის ინვესტორი, იმიტომ რომ მას შეულახე უფლებები. იმიტომ რომ სავარაუდოდ აქ ვიღაცას დაუპირისპირდა ხელისუფლებასთან აფილირებულ პირს, ან ისეთ კომპანიას, რომელიც უფრო ესე იგი დაკავშირებულია მთავრობასთან და იდევნება და შესაბამისად წავიდა ის არბიტრაჟში უჩივის მთელ სახელმწიფოს. ეს ძალიან ცუდი ის არის ინვესტორები სწორედ მაგასაც იხილავენ წინასწარ, რომ აი როგორ არის ეს მდგომარეობა, ხო? ანუ ხშირად არის თუ არა ესეთი პრობლემა თუ შემექნა რა ვქნა, წავიდე ჟენევაში, წავიდე ციურიხში თუ რომელიმე არბიტრაჟში, სადაც ვიდავებ, მაგრამ
ეს ძალიან ცუდი მომენტია. ამიტომ რა თქმა უნდა დაფიქრდება ის ინვესტორი და ის ყოფილად თქვენ არ ვიცი რამდენად მუშაობთ მათ შორის იქ ელო ოფისის ნაწილში რომ აი ვიღაცას აინტერესებდა საქართველოს ბაზარი შემოსვლა და აი თუნდაც ბოლო პერიოდში ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ამერიკელები. ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამერიკელი გახდა და ისე უნდა პატრიოტული მიზნებისთვის შემოვიდეს საქართველოში. აი ესეთი პირები არიან. შემოდიან თუ უკვე ისინიც ფიქრობენ. უძრავი ქონება ძირითადად. აი ესეთი მასშტაბებით და სერიოზული დიდი ამერიკელი ინვესტორი არ გამიგია მართალი გითხრათ, რომელმაც განიზრახა საქართველოში ინვესტიციები. ძირითადად პატრიოტული მოტივებით ქართველები ემოციური ინვესტორები როგორც კი ბატონო. უწოდებთ და უკვე ძალიან დიდი დიასპორაა საქართველოსი ამერიკაში, მათ შორის ნიუ-იორკში ძირითადად, მაგრამ სერიოზული რაოდენობის არის 100,000-ობით ადამიანზე აქ საუბარი, რაც ჩვენი პატარა ერისთვის დიდი ციფრია ძალიან და ისინი მოდიან ისევ რომ საქართველოში რამენაირად შემოიტანონ ინვესტიცია სხვადასხვა მექანიზმებით. ცოტა დრო გრჩება და ძალიან მოკლედ თქვენი აზრით მინდა მოვისმინო, ხშირად ვუსვამ ამ სტუდიაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს კითხვას, რა პასუხისმგებლობა აქვს ბიზნესს, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესს ქვეყანაში, როდესაც ასეთი პოლიტიკური ფონი იქმნება და ეს არ არის რაღაც რიგითი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ერთ დღესაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ევროინტეგრაციის პროცესზე. და ამის შემდეგ ვდგავართ უკვე 6 თვეა ქუჩაში. ბიზნესის ნაწილი აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ნაწილი ისევ ჩუმად არის, ნაწილი შიშის გამო, რადგან შიში ძალიან დიდი ფაქტორია, მაგრამ აი გაგებით უნდა მოვეკიდოთ შიშის ფაქტორს, ასევე როგორ ფიქრობთ მეორე ნაწილია, ვისაც მაინც ჯიუტად სჯერა, რომ ქართულ ოცნებას არ მიჰყავს საქართველოს რუსეთისკენ. შიშის ფაქტორი არის ძალიან სერიოზული გასათვალისწინებელი და ალბათ რაღაცა დოზით გაგებით უნდა მოვეკიდოთ, აი დიდი ბანკები მაგალითად ხო ვერ გამოვარდებიან და მიტინგებზე ვერ იდგებიან, თუმცა მინახავს ბანკის წარმომადგენლებიც იქ მდგარი საკმაო რაოდენობით. იმიტომ რომ ისინი უკვე გასული არიან ლონდონის ბირჟაზე, მათი აქციები საერთაშორისო ივაჭრება, ესეთი რყევები არავის არ აწყობს ფინანსურ სექტორს მაგალითად. ისინი ასაქმებენ ათასობით ადამიანს. ნუ სხვა ბიზნესებიც შიშის ფაქტორი ის არის, რომ მათ შეიძლება ნებისმიერ დღეს სასამართლო აქ არ არის და არაფერი, ანუ სადიჩივლებ, ხო, შემოვიდეს სხვადასხვა სახის ინსპექცია, საგადასახადო ასე შემდეგ დაგეკისროს რაღაცა გაურკვეველი ჯარიმები და უცბად აღარ აგაქვს ბიზნესი. უცბად ხდება ქონების ხელყოფა. აქ ხო მარტივად ხდება ქონების ხელყოფა საქართველოში. ანუ ეს არ არის საკუთრების უფლება არ არის მაღალ დონეზე დაცული, რაც ძალიან მოწყვლადია. და ეს მომენტი, ვინც აფიქსირებს, ძალიან კარგია, რომ აფიქსირებენ თავის პოზიციას, იმიტომ რომ ამ ბიზნესების ინტერესშიც არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირში, ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრირებული სახელმწიფო. და მათი ბიზნესისთვის ევროპასთან ინტეგრაცია არის უფრო მომგებიანი, ვიდრე ჩაკეტილი მდგომარეობა რუსეთი ისედაც სანქცირებული და რუსეთში შემავალი გუბერნიად ყოფნა. ხო, ანუ ობიექტურადაც მათ უფრო აწყობთ სერიოზულ ბიზნესს, ევროპასთან კონდეს წდომა, ხო? ანუ სუფთა სავაჭრო კომერციული გათვლებით. მაგრამ ვისაც არ სჯერა, აი თქვენი პარტნიორია ნინა კობახიძე და ხშირად გვისაუბრია მათ შორის ამ ეთერშიც ბოლოს მახსოვს, რომ არ მივდივართ ჩვენ რუსეთისკენ. კი, ასეთი კანონების მიღება ხდება. ეს აი ახლა შეიძლება დავიჯეროთ? იმდენად დაუჯერებელია ეს, რომ ხელისუფლება მიგვათრევს რუსეთში. იმდენად სავალალო რაღაცა არის, ეს არის მტრული რაღაცა გადაწყვეტილება, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში. ანუ ბევრისთვის მათ შორის ოცნების ამომრჩევლისთვის ეს არის დაუჯერებელი მომენტი, არ ჯერათ და მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და რაღაცა მომენტში მაინც შევალთ ევროპაში და ჩვენ მაინც ვიქნებით მათი ღირსეული ნაწილი. ანუ მათ არ წარმოუდგე ესეთი ამომრჩეველი ხო, მაგრამ ამდენი ფაქტია ირგული, აი სად არის ის მიჯნა, როდესაც ჯიუტად თვალი ფართოდ უნდა გავახილოთ, როცა ალბათ შიშიც უნდა დავძლიოთ, იმიტომ რომ აი როცა მათ მიადგებიან, უკვე მაშინ იქნება ეს მიჯნა ალბათ, რომ პირდაპირ აზრის გამო დაგაპატიმრებენ სახლებში და
შენ ხარ ევროპის აგენტი ან ამერიკის აგენტი გეტყვიან და გაკოჭავენ, ამ დროს ალბათ შეიძლება თქვა ამ დროს, რომ არა, მაინც ალბათ გამომიშვებენ ხვალციხიდან, მაინც არ არის ეს რეალობა, იმდენად დაუჯერებელი. ალბათ რაღაცა არსებობს მიჯნა, რომ ფიზიკურად შეგეხებიან შენ, მერე მიხვდები, რომ რუსული მეთოდებით იმართება სახელმწიფო. მაგრამ მე როგორც ცნობილ გამოთქმაში ხმის ამომღები შეიძლება არც არავინ არ იყოს, არც მედია, არც არასამთავრობო სექტორი. იმედია აქამდე არ მივათ. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში ამჯერად მე მახსოვს ბოლო ინტერვიუში კორუფციას და ნეპოტიზმსო თუ არ ვცდები ასეთი პასუხი გამიცით. კი ბატონო. წერტილი დავუსვათ უსამართლობას. არა მხელა მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო არსებობდეს, ხო, ჩვენს და ყველა ცხოვრების ყველა ასპექტში სამართლიანობა. ეს მომენტი არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამიტომ უსამართლობას დაუსვათ წერტილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელი იურისტი ეკატერინე გუტია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.